დღეს ვაცხობთ მარტივ და ძალიან გემრიელ ხაჭოს ნამცხვარს. კექსიც შეგიძლიათ უწოდოთ. როგორც კი ხილის და კენკრის სეზონი დგება, მე ამ ნამცხვარს ძალიან ხშირად ვაცხობ, ნაირფეროვანი გაფორმებით. ვისაც საუცხოო გემოები გიყვართ, გამოაცხეთ ჩემთან ერთად და გარანტიას გაძლევთ, რომ იდეალური დესერტი გამოგივათ. ვიდეოს აღწერაში ყოველთვის ვწერ რეცეპტს და აუცილებლად წყობის წინ გადაამოწმეთ რეცეპტის სიზუსტე. თუ კითხვები დაგებადებათ, დამიკომენტარეთ, მე აუცილებლად გიპასუხებთ. თასში მოვათავსოთ 4 ცალი კვერცხი, მე დიდი ზომის კვერცხები გამოვიყენებ. მწიკვი მარილი. ვამატებ 150 გრამ შაქარს, გავთქვიფოთ გათეთრებამდე. მასა უნდა გაფულდეს და გასამომაგდეს კიდევაც. აი ასეთი თეთრი ფუმფულა მასა უნდა მივიღოთ. თქვეფაში დავამატე 100 მილილიტრი ზეთი. უკვე ვთქვეფავთ დაბალ სიჩქარეზე. ვამატებ 100 მილილიტრ რძეს. ცოტა გავთქვიფოთ კიდევ და მიქსერი გვერდზე გადავდოთ, აღარ დაგჭირდება. მაქვს 380 გრამი გაცრილი ფქვილი. დავამატე 7 გრამი 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი. ვამატებ ვანილს. ფქვილს დავამატებ რამოდენიმე ეტაპად. მე ვურევ ხელის სათქვეფით, ამით უფრო მემარჯვება და ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ ურევს. ან გამოიყენეთ ხის ან სილიკონის კოვზი. ფრთხილად უნდა შეურიოთ ერთი მიმართულებით ქვევიდან ზევით. ყოველ ფქვილის დაყრაზე არ არის აუცილებელი დიდხანს ურიოთ და ფქვილი გახსნათ მთლიანად, ამას ბოლოში გააკეთებთ. ამიტომ მეორე ეტაპს მალევე აყრით ფქვილს და ისევ ფრთხილად შეურიეთ. სანამ მე ამას ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. ბოლოს მთელი ფქვილი დავამატე და ეხლა უკვე კარგად შევურევ, რომ დარწმუნდე, რომ ფქვილი კარგად არის გახსნილი. ბოლოს მე ყოველთვის სილიკონის ნიჩბით მოვურევ ქვემოთაც, რომ დავწმუნდე, რომ ერთგვაროვანი ცომი მაქვს. ცომი უნდა გამოგივიდეთ აი ასეთი სისქისა, ყოველთვის დააკვირდით ვიდეოში ცომის სისქეს. ის არ უნდა იყოს ძალიან თხელი. ცომს გადავიტან აი ამ გაშლილ შუშის საცხობში. გვერდები რომ გაშლილი აქვს საცხობს, ნამცხვარი მაღალი არ გამოდის. თუ გინდათ რომ ნამცხვარი მაღალი გამოვიდეს, სწორ გვერდებიან საცხობში გამოაცხეთ, რომ გვერდებზე არ გავიდეს ნამცხვრის სიმაღლე. საცხობის ზუსტ ზომებს აღწერაში დაგიწერთ. ყოველ შემთხვევისთვის საცხობს ქაღალდით დავუფინე, მეც პირველად ვაცხობ ამ საცხობში ნამცხვარს. ცომი თანაბრად გადავანაწილე, ზემოდან დაჭრილი ბანანი მოვალაგე. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი ან კენკრა მოალაგოთ. თუ ძალიან წვნიანი ხილი ან კენკრა გექნებათ, ერთი სუფრის კოვზი სახამებელში აურიეთ და ისე მოალაგეთ, რომ ზედმეტი ხილის წვენი ცომში არ გავიდეს. ისე უმჯობესია, რომ გადამწიფებული ხილი ან კენკრა არ გამოიყენოთ. ეს გვერდზე გადავდგათ და მოვამზადოთ ხაჭოს დანამატი. 2 შეკვრა ხაჭო მოვათავსე თასში, ეს მე მგონი 350 გრამია, ზუსტ რაოდენობას დაგიწერთ აღწერაში. ვამატებ 50 გრამ შაქრის ფხვნილს. ვანილი. დავამატოთ 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი. ეს დაახლოებით 30 გრამამდეა. ვამატებ 2 სუფრის კოვს არაჟანს. დავამატე 1 კვერცხის გული. შეგიძლიათ 1 პატარა ზომის კვერცხიც დაამატოთ. დიდი ზომის კვერცხი არ დაამატოთ, რომ ხაჭო ძალიან არ გათხელდეს და ცომში ძალიან არ ჩავიდეს. ეს მასა დავაბლენდერე, შეგიძლიათ ნებისმიერად ჩაშალოთ და კრემოვანი მასა მიიღოთ. გადავიტანე საკონდიტრო ტომარაში. შეგიძლიათ ნებისმიერ საკვებისთვის განსაზღვრულ ერთჯერად პაკეტში, ცელოფანში ჩადოთ, 1 კუთხე გაუჭრათ და ისე გამოიყენოთ. ხაჭვანი მასა ცომზე მოვათავსე აი ასე ზოლებად, ჯერ გარშემო და მერე 4 კუთხედებად დავყავი ცომი. გამოვიყენე, რა თქმა უნდა, მთელი ხაჭოს მასა.
ვაწყობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე მზაობამდე. უნდა კარგად შეწითლდეს და ცომის ადგილი ჩხირით გასინჯეთ, როგორც კექსებში ვაკეთებთ. ჩემთან 35 წუთი დასჭირდა. აი ასეთი სასწაული დესერტი გამოგვივიდა. ეს უკვე მზად არის და შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ. მე შაქრის ფხვნილი მოვაყარე, ცოტა შევაგრილოთ, დავჭრათ და დავაგემოვნოთ. თუ არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, ეს ის მომენტი დადგა, რომ გამოიწეროთ. ნახეთ როგორია, უნდა გადავტეხო და განახოთ შიგნით როგორი გამოცხვა. სასწაულია, როცა ყველანი სახში არიან, მომენტალურად ქრება. დღეს მე კი განსაკუთრებულად უნდა გავაფორმო უფრო მდიდარი გემოსთვის. ცოტა არაჟანი გავთქვიფე შაქართან და დავამატე გამდნარი შოკოლადი. ცოტა შოკოლადი დავამატე, რო არ შესქელებულიყო და სოუსივით გამოსულიყო დასასხმელი. ეს სოუსი შეგიძლიათ მთლიან ნამცხვარს ზემოდან გადაასხათ და ისე დაჭრათ და მიირთვათ. მე კი ამ ერთ ნაჭერს გადავასხა სილამაზისთვის, რომ ფოტოც გადაუღო. ზემოდან ვადებ მარწყვის ნაყინს მარწყვებით. ამ მარწყვის ნაყინი შარშან გაგიზიარეთ, ეხლა ვიდეო რეცეპტი გამოჩნდება, ლინკი მზევოთ მარჯვენა მხარეს და აღწერაშიც დაგიტოვებთ. გადადით, მოამზადეთ და დედოფალივით დესერტი გამოგივათ. მე კი ეხლა დავაგემოვნებ, როგორ იქნება, რომ არ დავაგემოვნო და სიტყვიერად მაინც გადმოგცეთ როგორია. საოცარი ნამცხვარია, არაჟნის სოუსი და შოკოლადი ძალიან აგემრიელებს, ანოტივებს და ნაყინი ხო ზედ აკვდება პირდაპირ ხალხო, აუცილებლად მოამზადეთ. ასე ვიდეოს გადაღების დროს არასდროს მთლიანი ნაჭერი არ შემიჭამია, აი დღეს პირველად ვჭამ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ძალიან მოგეწონებათ. მე კი დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.